დებატების შემთხვევაში რა თქმა უნდა რაღაცა დოზით პოლარიზაცია დაიწევს, ვინაიდან მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, რომ ორივე მხარე მოისმინონ და შემდეგ უკვე მოსმენილი არგუმენტების საფუძველზე გამოიტანონ დასკვნები. ჩვენ ხედავთ რადიკალურ ოპოზიციაში მრავლად გამოჩნდნენ ისეთები ქალბატონის ზურაბიშვილის თამადობით, თვისთვისაც დებატები მიუღებელია. ეს სიურპრიზი რა თქმა უნდა არ არის, ვინაიდან მათ ურჩევნიათ, რომ ცალმხრივად ილაპარაკონ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე რაღაცა ტიპის ბრალდებები და როდესაც უკვე სადებატო ფორმატში აღმოჩნდებიან, ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ რაიმე ფაქტი მოაყოლონ ამ ყველაფერს, არგუმენტი მოაყოლონ, რაიმე მტკიცებულება, ლოგიკური ჯაჭვი ააგონ და იციან, რომ უსუსუ მდგომარეობაში არიან და შესაბამისად რა თქმა უნდა წაგებულები დარჩებიან და თუ რამე მხარდაჭერა აქვს დღეს დარჩენილი, იმ მხარდაჭერასაც დაკარგავენ. და რატომ არა გვაქვს დღეს დებატები, ხო? ვინ დაუშალა ქართულ ოცნებას, რომ თქვენთან მოვიდნენ და ისაუბრონ აქ? არავის არ დაუშლია. თვითონ არ დადიან წლებია, იმიტომ რომ მრავალი წელია მათ აღარ აქვთ არაფერზე უკვე პასუხი, ხო? ვინც გაურბის დებატს, რა თქმა უნდა, ის თავიდანვე მარცხდება დებატში, აქ რაღაცა წინაპირობების დაყენება ბუნებრივია, არის სრულიად უსაფუძვლო და ეს ნიშნავს იმ უარგუმენტო ლოგიკას, მტკიცებულებების არარსებობას, რაც გააჩნიათ რადიკალებს. აქ არის ერთადერთი, რაც არის სასურველი, რა თქმა უნდა, და აუცილებელი დებატისთვის. შესაბამისი ობიექტური სამართლიანი მედიაციის პირობებში ფორმატი შექმნა, რომელიც მიცემს შესაძლებლობას პოლიტიკოსებს და არა მხოლოდ ერთმანეთთან გაცვალონ შეხედულებები და არ მოხდეს შეურაცხყოფა, გინება, ლანძღვა. ლელო უკვე მე-7 წელია ვარსებობ და ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მათ მიგვიწვიეს მათ მიერ კონტროლირება ტელევიზიებში. რატომ? იმიტომ რომ დაკეტილია სივრცე და ეს არის მათი ტელევიზიები, ეს არის საშუალება, რომ პროპაგანდისტული მესეჯები მიიტანონ და მათ არ სჭირდებათ იქ თავისუფლად მოსაუბრე ადამიანები. პრემიერ-მინისტრის შეთავაზება უკავშირდება მომავალ საქართველოს. თუ როგორც ხედავს ჩვენ ქვეყანას, როდესაც დაპირისპირებული ადამიანები ერთმანეთს იმ სივრცეში ეკამათებიან, რომელიც საყურადღებო ამომრჩევლისათვის. ეკამათებიან თუნდაც ხისტად, მაგრამ იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის მომავალზეა ორიენტირებული, ძალიან რთული იქნება ასეთ ადამიანებთან, მით უმეტეს ტოქსიკურ საინფორმაციო ველზე, რაიმე დებატების გამართვა. მაგრამ ნახოთ ჩვენ ექსპერტების და ამ სფეროში მოღვაწე მედია საშუალებების წინადადებებს და მოსაზრებებს ველოდებით. თან აუცილებელი არ არის ეს დისკუსია მხოლოდ პოლიტიკოსებთან გაიშალოს. ჩვენ მზად ვართ საზოგადოების წარმომადგენლებთან დისკუსიისთვის. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან უფრო მეტად ველოდებით ჯანსაღ დისკუსიას და ამის ობიექტური ინტერესს, ხო? პოლიტიკური პარტიები იყვნენ, განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის ადამიანები, ვინც შეიძლება საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენს, ან არასაპარლამენტო ოპოზიციას, ან უბრალოდ საზოგადოების რაღაცა ნაწილს წარმოადგენს და არიან პოლიტიკურად აქტიურები და მათი რადიკალიზმის, მათი რაღაც განსხვავებული აზრის მიუხედავად ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ იქნება ეს ოპონენტი, დარწმუნებული ვარ, რომ მედია საშუალებები, რომლებიც ნამდვილად რომ ეთიკის და სხვადასხვა აუცილებელი წესებზე დაყრდნობით უზრუნველყოფენ ამ დებატებს, დარწმუნებული ვარ, რომ ის თავადვე განსაზღვრავენ და თავადვე შეარჩევენ ამ ოპონენტებს. მხოლოდ და მხოლოდ ფასადური და რაღაცა სიმულაცია იქნება და არა რეალური დებატი. ხა ჩემი გადასახედიდან ეს იქნება შოთაშორის არახსენა შემთხვევით კობახიძემ პოლიტიკოსების გარდა რაღაც პროფესიული სფეროს წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ხო, ეს რაღაც ეგრეთ წოდებული ექსპერტები და დღეს პარლამენტში ვთქვით თქვენთანაც გავამეორებ ამ ფრაზას, მათივე ტერმინით მინდა შევაფასო, დახელფასებულებს რომ ეძახიან აბსურდულად ხა იქ რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს. სავარაუდოდ ამ ექსპერტებს დასვამენ. დასვამენ საკუთარ სატელიტურ ოპოზიციურ პარტიებს, გნევავთ საპარლამენტოს, გნევავთ არასაპარლამენტოს, ეხლა ხალხის ძალიდან დაწყებული, ეხლა ნეიტრალური საქართველოს დამთავრებული და ევროპული სოციალისტები დამთავრებული და შექმნიან დებატების რაღაცა ერთგვარ ფონს. იმედია, რომ მრავალფეროვანი დებატები იქნება სხვა პარტიების წარმომადგენლები და ისეთი ფორმატი ჩამოყალიბდება, სადაც შეიძლება პოზიციის მკაფიოდ გაშლა, რომ ამორჩეულმა დაინახოს განსხვავებები. დანარჩენში ველოდებით ფორმატებს, ველოდებით რომელ ტელევიზიებში
მოხდება ეს, რაც უფრო მე ტელევიზიაში იქნება და რაც უფრო შეად ჩატარდება დებატები, მით უკეთეს. წინა პირობების წაღნება ეს რაღაც ცდელობა, რომ რაღაცნაირად გაექცე პასუხისგებლობას, ან მე უარი თქვა საუბარზე, რომელიც ადგინდა რომ შედგეს, მაგრამ ჩვენთვის საუბრის მნიშვნელობა იმდენად მაღალია, რომ ჩვენ არანაირ წინა პირობებს არ დავაყენებთ. დებატი ხდება ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში. სადაც თავში გირტყამენ და გეძახიან რაღაცა როგორც თქვა რაღაცა აგენტს და გდევნიან რაღაცა აბსოლუტურად შიზოფრენიული ეგრეთ წოდებული ბრალით არანორმალურ ვითარებაში ვერ იქნება ნორმალური პოლიტიკური პრაქტიკა, როგორიცაა დებატი, ხო? ამიტომაც არსებობს რიგი პოლიტიკური წინაპირობები, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ძალიან მკაფიოდ ჩვენს წილ პოლიტიკურ წინაპირობებს, როგორც წარმოგვიდგენია რა ვითარებაში შეიძლება შედგეს დებატი. ვართ მომხრე იმის, რომ არსებობდეს ჯანსაღი დებატები ქვეყანაში, თუმცა ასევე ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომლებმაც პირველი ვიგემეთ ნაცმოძრაობასთან და მათ ფილიალებთან არაჯანსაღი დებატების გემო, იმიტომ რომ პირდაპირ გამოაცხადა ნაცმოძრაობამ და მათმა NGO-ებმა, რომ შინაარსში ისინი არ შემოვიდოდნენ. მაგალითად ჩვენ ჯერ რამდენიმე დეპუტატმა, შემდგომ ხალხის ძალამ პრინციპულად განსხვავებული პოზიციები მათ შორის სიმართლის თქმასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ხელისუფლებასთან. ეს იყო ზუსტად განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება და არა ის, რომ სპიკერად შეავარდე, იქ შეხტე მაგიდაზე, დაიწყო შეურაცხყოფა ადამიანების პარლამენტში თუ ქუჩაში, აბულინგო ჟურნალისტები, Facebook-ზე იგინო და ასე შემდგომ. ჩვენ გვეუბნებიან საჯარო დისკუსია უნდა გავხსნათ. ჩვენ გახსნელი გვაქვს ხალხო. თვითონ გახსნან, მაგრამ არ ხსნიან. ეგეც ხო ჩანს, იძახიან რომ კონფრონტაციის რისკი სადაც იქნება, იქო ვერ მივალთო და ანუ ჩვენ გულისხმობთ ხო რადიკალურ ჭალებში ოპოზიციას, სადაც არ დაგვიждებიან სასაუბრო სამოძრაობის უშუალო იშვიათად ვეთანხმები ალბათ ჩვენს და ნაცნობრობის თანამდებობები გასაგებია, მაგრამ როცა ვსაუბრობთ ამ თემაზე, ხა თუ იმას გულისხმობს ეს ხალხი, რომ ზოგადად დებატები, რა თქმა უნდა, რეჟიმთან, რომელიც პარტიებს გრძალავს და ხალხს იჭერს ყოველ მეორე დღეს, ხა დებატები ცოტა არაადეკვატური ჩანს მათი მხრიდან შემოთავაზება, მაგრამ მე კიდევ ვთქვი, რომ არარეალურია ეს და თუმცა ერთი მხრივ ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ პარტია, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელით ჩვენივე მიმართვით გვინდა რომ აიკრძალოს და ამისი სამართლებრივი და ყველანაირი ლოგიკური დასაბუთება გვაქვს, არც ეს პარტიები და არც მათი რომელიმე წარმომადგენლები ჩვენთვის ოპონენტები არ არიან. ეს არიან დამნაშავეები კონსტიტუციის წინაშე და ისინი უნდა აიკრძალონ საკონსტიტუციო სამართლის მეშვეობით.